ჩამომიყვანეს 10 წუთით ადრე ვზივარ და ველოდები მათეს. აი როგორი იყო იცი ის დრო ჩემთვის და ის წუთები. ეს იყო რაღაცა აი ვერაფერს ვერ ვხედავდი. აი ტვინი საერთოდ გამეყინა. აი რომელ წამ ახლა შემოვა და შემოვიდა მათეში. რო შემოვიდა მათეს სახეში რო შევხედე, აი მიღიმოდა სავით. მე აქეთ ვიჯექი თვითონ კიდე მიღიმის მე ხმა ვერ ამოვიღე დაждდა აიღო ტელეფონი და რაღაც უნდა მეთქვა ხო როგორ ახარ მამა ან რაღაცა რო უნდა მეთქვა წარმოიდგინეთ თქვენ 13 თუ 14 წუთი მე ხმა ვერ ამოვიღე და თვალიდან ცრემლები ესე მომდიოდა მათესაც იქით ცრემლები მოდიოდა და 15 წუთია რა 14 თუ 1 წუთი დამრჩა რა და იმ 1 წუთში რაღაცა გაჩხერილი რომ მქონდა, არ ვიცი რა მოხდა და მამა როგორ ხარ მეთქი და ეგრევე ტელეფონი გაითიშა. ტელეფონი რო გაითიშა, ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი ხო ისმინება იქ და უსმენენ და 3 წუთი დამიმატეს და აი ამ 3 წუთი მათეს დაბელაპარაკე ერთი სიტყვით ისე რომ სულ ცრემლები მომდიოდა. კიდევ მეორე შემთხვევა იყო ესეთი, რომ ამის შემდეგ თხოვე ციხის უფრო, თხოვე იქ ადვოკატს, რომ ხვალ 4 საათზე ციხიდან გზა ესე მიდიოდა რა, გზა. და მათ იქ გამოიყვანათ და გაიყვანათ ხელით რა, რომ ენახე. იმისა მენახა. და ზუსტად 3 საათზე ვდგავარ ფანჯარასთან და წარმოიდგინე 1 საათია ვდგავარ ველოდები, როდის მოვა 3 საათი. და ზუსტად იმ 3-ს რო აკლდა 2 წუთი თუ 3 წუთი ისე ჩამძინებია და მათე 3ჯერ გამოუყვანია და იმათ მაიცოდნენ რომ მე ვნახე მაგრამ არ მინახია და მათე წაუყვანიათ მე კიდე ძალიან აი იმ დონეზე ვინერვიული რომ აი გადავიტანდი თუ არ მეგონა ახლა წიგნის წერა და სათაური აი ეს პირველად მათეს რო შევხვდი და რო 3 წუთი დამიმატეს აი ესეთი გაბრაზებული აი როგორ ვიყავი იცი აი იმდენად გაბრაზებული ვიყავი ჩემ თავზე რომ რატო ვერ დავილაპარაკე და გადამიყვანეს ოთახში და ოთახში რო გადამიყვანეს ჩავედი ქვევით არის ადმინისტრაცია თხოვე ფურცლები და დავიწყე წერა ეს წიგნი სიმწარემ დამაწერია აი ესეთი გამწარებული ვიყავი რომ ავდექი და ეს წიგნი დავწერე და ეს წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სხვა 8